სოციალურმა მუშაკებმა აქცია გამართეს პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან, მათ სხვადასხვა დაწესებულებებიდან სოციალური მუშაკების გათავისუფლება გააპროტესტეს. შეკრებილების განცხადებით, ხელშეკრულება შეუჩერდათ პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულ 2 სოციალურ მუშაკს და 1 ფსიქოლოგს. აღნიშნულთან დაკავშირებით Facebook გვერდზე განცხადება გაავრცელა პრობაციის ეროვნულმა სააგენტომაც, სადაც აღნიშნულია, რომ თანამშრომლებს, რომლებიც სააგენტოში მოკლევადიანი ხელშეკრულებით იყვნენ დასაქმებულნი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ეწურებათ 31 დეკემბერს, რის შესახებაც მათ წინასწარ აცნობა სააგენტომ. Პროტესტებთ 25 დეკემბერს მომხდარ ფაქტს, როდესაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებული სოციალურ მუშაკებს, რომლებიც იყვნენ ხელშეკრულებით, მათ 31 დეკემბრიდან ხელშეკრულება შეუწყდებათ. ჩვენთვის ეს არის ნიშანი იმისი, რომ დაიწყო რეპრესიები, პოლიტიკური ნიშნით შეხედულების მიხედვით დისკრიმინაცია და ამის საფუძველს გვაძლევს ფაქტები, რომ ქვეყანაში არსებობს კვალიფიციური სოციალური მუშაკების დეფიციტი. სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით მაცნობას ადმინისტრაციის დეპარტამენტმა კერძოდ HR-მა, რომ ხელშეკრულება, რომელიც 31 დეკემბერს ეწურებოდა ვადა, აღარ გამიგრძელდებოდა. ბუნებრივია ამას მოუყვა ჩემი კითხვებით, თუ რა იყო მიზეზი იმისა, თუ რატომ იწყდებოდა ხელშეკრულება, რაზეც პასუხი სიმართლე რომ გითხრათ ძალიან ბუნდოვანი იყო და მეუბნებოდან იმას, რომ რესურსი არ არსებობს, როდესაც პარალელურ რეჟიმში წინა 2 თვის განმავლობაში კონკურსი გამოცხადა ახალი სოციალური მუშაკების ასაყვანად.